საქართველოს ახლა დღეს რო გააჭრო 100 ადამიანი 90-ზე პირად იტყვის საქართველოს ჰიმნს. ალბათ ყველაზე ცნობილი პოეტური ნაწარმოებია დღევანდელ საქართველოში. ის ორი კუპლეტი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. საქართველოს ჰიმნი და გულწრფელად მიამაყება რომ დღეს ამ ჰიმნის ავტორთან პირადად ვზივარ და კითხვას როგორ იწერებოდა საქართველოს ჰიმნის ტექსტი. გეტყვით აი შევეცდები ორი სიტყვით გითხრათ. გამოცხადდა კონკურსი. კონკურსი ტექსტზე სხვა შორის შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა ჰერალდიკის დამდგენი კომისია. ვინაიდან მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ათეისტური ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მათ უარყვეს ისტორია და კანონიერი უფლებებიდან ჩამოხსნეს დროშა და ჩამოხსნეს გერბი. თავის კანონიერი ისტორიიდან გადაწერეს ისტორია. და შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მეც ვიყავ ერთ-ერთი ინიციატორი ჰერალდიკის დამდგენი კომისიის შექმნის. ოღონდ მაშინ ჰიმნზე არ ვფიქრობდით, რომ დროშა და გერბი თავის ისტორიულ კანონზომიერებას დაბრუნებოდა და აღდგენილი იყო საკუთარ უფლებებში. მაგრამ საკითხი იდგა, როგორი იყო ეს ისტორიული გერბი, როგორი იყო ეს ისტორიული დროშა და ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანები შედიოდნენ განსაკუთრებით პატივისცემა მინდა გამოვხატო დათუნა მუსხელიშვილის მიმართ, რომელიც უძღვებოდა ამ კომისიას ისტორიულ ნაწილს. და აი მაშინ იქ გამოიკვეთა რომ დროშა და ჰიმნი აი ესეთი იყო, ასეთი იყო, კამათიც იყო ასე შემდეგ, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ გადაწყვეტილება იყო სწორი, რომ აღდგეს საკუთარ უფლებებში საქართველოს სახელმწიფო გერბი და საქართველოს სახელმწიფო დროშა. და იპოვნეს, მიაგნეს როგორი იყო. ეხლა კი ბევრი რო გამოვიდა, მაგრამ მაშინ არ იყო ცნობილი, ეხლა ვატიკანის არქივები გაიხსნა და მიგვიშვეს იქ და ბოდიში ჩემ საკუთარ თავს გარგულისხო სპეციალისტები. დასაგებია კი. ყოველ შემთხვევაში ეს დადასტურდა მთელი ამ მასალებით და ყველაფრით, ხო? და ეს მუსიკალური კონკურსიც მანამდე გამოცხადა, სანამ ტექსტის კონკურსი გამოცხადებოდა, ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ხდება. და კონკურსი ჩატარდა მელოდიაზე, მუსიკალურ ნაწარმოებზე კონკურსი ჩატარდა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს და გაიმარჯვა ამ ნაწარმოებმა. ბატონი იოსებ კეჭაღმაძის არანჟირებით ზაქარია ფალიაშვილის მელოდია. სხვათა შორის ეს მელოდია ჟღერს ფესვებში. ჯვარს რო დაიწერენ და ტაძრიდან რო გამოდიან, ნოტრდამიდან რო გამოდიან, ნოტრდამია მე მგონი. პარიზში იწერენ, ხო, ტაძრიდან რო გამოდიან. არ მახსოვს ზუსტად, სწორედ ნოტრდამი ძალიან კარგად მახსოვს. ხო, ანუ არ მახსოვს რომელი ტაძრიდან გამოდიან და აღდგენის მერეც და ჯვრის წერიდან რო გამოდიან, ზუსტად თანამედროვე ჩვენი ჰიმნის მელოდია ჟღერს. ხო, ნუ ფალიაშვილის ნაწარმოებია, ბატონი იოსებ კეჭაღმაძის არანჟირებით. ეს ყველაფერი იყო იმ პერიოდში უკვე დადგენილი. კანონი მიიღეს მუსიკალური ნაწარმოებების. ამ დროს მოხდა ვარდების რევოლუცია და დარჩა ეს კანონი მუსიკალური ნაწარმოებების და გამოცხადდა ტექსტზე. ოღონდ მისასადაგებელი იყო ამ მუსიკალურ ნაწარმოებებზე ტექსტი. მე გადავწყვიტე რომ დაფარული იყო კონკურსი. დაშიფრული იყო. და ვფიქრობდი ჩემთვის რომ საიდან უნდა დაიწყოს ახლა ჰიმნი არ მინდოდა რომ საკუთარი ლექსით კი არ უნდა წარსდგე ჩემ თავს ვეუბნებოდი ამ საჰიმნო კონკურსზე. რახან ეს ისტორიული კანონზომიერება აღდგა, ისტორიული დროშა აღდგა, ისტორიული გერბი აღდგა. ტექსტიც ვიფიქრე რომ არ უნდა დაიწყოს ჩვენი გენერაციიდან, რაღაცა კლასიკიდან, ქართული ლიტერატურის საგანძურიდან ვიფიქრე რომ უმჯობესი იქნებოდა რა. უკეთესი იქნებოდა და მივადე აკაკის ხატის წინ რომ აქვს იქ რომ ჩემი ხატია სამშვილო სახატე მთელი ქვეყანა. ამ სტრიქონება გამახსენა ვაჟა-ფშაველას წერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, რომელიც ვფიქრობ კაცობრიობას სახელმძღვანელოდ გამოადგენდა. ამ
წერილის აი ორი სტრიქონით გადმოცემა თუ შეიძლება არის აკაკის ეს სტრიქონები და ვიფიქრე რომ აი ეს არის ის რის უნდა დაიწყოს სახივნო ტექსტი და მე უკვე როგორც არის იყო კიდე რაღაც კი არა იქ არის კიდე გალაქტიონის გზავნილი რომ ორ ზღვაშუა ძველის ძველად საომარი იყო ლელო ის გადარჩა და სახელად მას ეწოდა საქართველო ეწოდება საქართველო ნუ აი ეს მიტრიალებდა რა ფიქრი მიტრიალებდა და როგორც შევძელი ისე წარმოადგინე ჩემი ტექსტი მე უფრო დავარქვი ეს ჩემი ლექსიკი არ არის მე ვარ ტექსტის ავტორი ამ შემთხვევაში და არა ლექსის თქო ნუ მე ისე მოხდა რომ კომისიაზე იყვნენ ძალიან მაგარი ხალხი ახლა უმრავლესობა იქიდან ცოცხალი აღარ არის თარაძე იყო ვახუშტი კოტეტიშვილი იყო რეზო სირაძე იყო უნივერსიტეტის სინდისი რა ერთ სიტყვით აი ესე მოხდა რა